ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იუნკერ ივანე ნანუაშვილის პირადი საარქივო მასალა გამოიფინა. ექსპოზიცია სამხედრო მოღვაწის წერილებს, სამეცნიერო ნაშრომებსა და უნიკალურ ფოტოალბომებს აერთიანებს. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ ივანე ნანუაშვილი ათენისა და პოლონეთის ჯარში მსახურობდა. ბოლო წლები კი მან ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა. სამხედრო მოღვაწეობის გარდა იგი სამეცნიერო საქმიანობითაც იყო დაკავებული. ივანე ნანუაშვილმა ბოსტონში გამოსცა ინგლისურ ენაზე წიგნი, რომელშიც იუნკერი რუსეთის დამყრობლურ და იმპერიალისტურ მიზნებზე საუბრობს. ეს პროვება არის საკმაოდ და განაჩენილი ამ შემთხვევაში ემიგრაციაში წასვლის შემდგომაც გააგრძელა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. პოლონეთში ყოფნის დროს, ვთქვათ, მეორე მსოფლიო ომის დროს ის იბრძოდა ჰიტლერის წინააღმდეგ და შემდეგ ამერიკაში კი უკვე ჩაერთო სამეცნიერო საქმიანობა დაიწყო. როდესაც ის წერდა ნაშრომებს, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოკვლევა წიგნი დაწერილი, სადაც იგი საუბრობს რუსეთის შესახებ და ცდილობს მსოფლიო დაარწმუნოს იმაში, რომ ცივი ომი, რომელიც ეტაპზე მიმდინარეობდა, არ იყო ახალი დაწყებული, რომ რუსეთი ასეთი მეთოდებით მოქმედებდა ყოველთვის. საარქივო მასალების საგანმანათლებლო ციკლის საქართველოს ოკუპაცია და ადამიანები ფარგლებში გამოიფინა. ექსპოზიციის პარალელურად ცენტრში მოეწყო ლექცია თემაზე იუნკერი ივანე ნანუაშვილი საქართველოს უახლესი ისტორიის უცნობი ფურცლები. შეხვედრის თავდაცვის ეროვნული აკადემიის იუნგრები ესწრებოდნენ. ესეთი ადამიანები, ვინც იბრძოდნენ, მოღვაწეობდნენ და იხსოვნენ საქართველოსთვის და დაუარეს სისხლი საქართველოს ერთიანობისთვის და იმ ყოფისთვის, სადაც ასეთ დამოუკიდებელი ქვეყანა, დამოუკიდებელი სახელმწიფო ეს ოც მისაბაძი და მისაღები უნდა იყოს ჩვენთვის, როგორც ქართული იმპერიისთვის, ასევე არამარტო იმპერიისთვის, ქართული ახალგაზრდებისთვის. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა 27 თებერვლამდე გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო აქტივობები სკოლის მოსწავლეებისთვისაც იგეგმება.